ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ მოახერხოს პროტესტი, ამისთვის ცდილობს, რომ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები და ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდოს. შეიტანოს კანონში ცვლილებები და ასე ვთქვათ, ნიღბის ტარება აკრძალოს, რომ ყველა იდენტიფიცირებული იყოს. შეიტანოს კანონში ცვლილება და ჯარიმის თანხა გაზარდოს აბსოლუტურად არაადეკვატურად. როდესაც ეს ყველაფერი მაინც საზოგადოებრივი ერთიანობით და თანადგომით გვარდება და პროტესტი არ ჩერდება, ეხლა მოიფიქრეს ეს, რომ ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებდნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანებს არ აქვთ თავიანთი ხელფასის და პენსიის 20 მაგი და 30 მაგი ოდენობის ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა, ისინი ამ პრობლემების მოგვარებაში მათ ეხმარებოდნენ. სტუდენტები, რომლებიც დაკავებულები არიან და მათ სტატუსი შეიძლება შეუჩერდეთ, ამ სტუდენტებს ეხმარებოდნენ. ანუ ფონდები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის, ქართული ოცნების ხელისუფლებას ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ეს ერთგვარი დაშინების მცდელობაც არის, რომ არ განმეორდეს იზიარებს თუ არა. ნუ ეხლა დაშინება, ყველაფერი ეს ემსახურება დაშინებას. სკოლებში ოდეერების შემოყვანაც ემსახურება დაშინებას. ფონდების დაყადაღებაც ეს ემსახურება დაშინებას. ჯარიმების გაზრდაც ემსახურება დაშინებას. ყველაფერი ემსახურება დაშინებას, მაგრამ დაშინება როცა ეფექტური არ გამოდის, მერე უკვე კიდე შემოდის სხვადასხვა მექანიზმები ამ კუთხით. არის თუ არა ფონდების მხრიდან შესაძლო ძალადობის ახალისება, იგივე პიროტექნიკის ყიდვა, მაგალითად დანიშნულებაში ხშირად არის კომიტეტებული ბრძოლისთვის საჭირო ინვენტარი აიწინაღი და ასე შემდეგ. აიწინაღი ბრძოლისთვის საჭირო იარაღია? თავდა ის რომ ამ შემთხვევაში პიროტექნიკის ყიდვა. პიროტექნიკაც, რა ვიცი, მე ძველ თბილისში ვცხოვრობ და პიროტექნიკას ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს უზღვავი რაოდენობით და მე არ მგონია, რომ ვინმე ამ დროს დაესაჯა. აქციის მონაწილეები. აქციის ხალხო, ისეთ რამეზე მელაპარაკებით ეხლა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები, ხალხს წაართვა არჩევნები, კონსტიტუცია დაარღვია, ევროპული არჩევანი უარყო საერთოდ, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ, შემოაქვთ რუსული კანონები და ეხლა ვიღაცას უნდა რომ ამაზე პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობაც აღარ ქონდეთ ადამიანებს. ანუ ფიქრობთ, ფარასთან დაკავშირებით ხელისუფლება ამბობს, რომ იდენტური არის, ამერიკული კანონის და გადმოთარგმნია ზუსტად, თუმცა ვიცით ოპოზიციის პოზიცია, ხო? კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რას ემსახურება და რატომ არის პრობლემური ამერიკული გადმოქართულებული, ესე ვთქვათ, კანონი. იმიტომ რომ ვიცით, რომ რუსული ეს სიტყვა სრულად გვესმის. კი, პრობლემური იცით რატო არის, რომ ეს კანონები იმიტომ კი არ იქნება, რომ რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზოგადად სამოქალაქო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. არამედ იქმნება იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ როგორმე პროტესტი ჩაახშოს და ყველა ის სეგმენტი, რომელიც პროტესტში რამენაირიმე ფორმით მონაწილეობდეს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეზღუდოს. მე გაგახსენებთ, როდესაც რუსული კანონი შემოდიოდა, მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ამერიკული კანონიაო. მე აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა მთლად ამერიკული და ეხლა თავიდან გვეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი შემოდის. ვერც ამერიკული, ვერც ბრიტანული, ვერც ვერანაირი ევროპული კანონი იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ინსტიტუციები არ არსებობს, ვერ იმუშავებს სრულფასოვნად. იმიტომ რომ ჩემს წინააღმდეგ როცა დაირღვევა კანონი, მე უნდა წავიდე და ვიჩივლო ჩემი უფლებების აღდგენისთვის, მაგრამ მე არავითარი გარანტია არ მექნება ამ სასამართლოში, მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოში, რომ სამართალს ვიპოვე, იმიტომ რომ იქ ქართული ოცნების ნება არის ყველაფრის განსაზღვრელი.